საქველმოქმედო აქცია აფხაზეთისა და აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლებისთვის დედის დღესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით მათ ყვავილებით ტკბილეული და გარკვეული თანხა გადასცეს. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და თანამშრომლები დედებს ფონდის ოფისში პირადად შეხვდნენ. მათ საჩუქრები 5 თბილისელ მშობელს გადასცეს. გზირიშვილის ფონდის სახელით კი 3 რუსთაველი დედა დასაჩუქრდა. ვახტანგ გზირიშვილის დედა მშობლებს ხატები და სანთლებიც გადასცა. ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რომელიც დედის დღე არის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელებული იქნა ძირედი აქცია, რომელთაც შევეცადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების, მშობლებისთვის, დედებისთვის მოგველოცა წინასწარ ეს დღე, მცირედით მაინც გაგველამაზებინა ეს დღესასწაული. რაღაც სამომავლოდაც აუცილებლად შევეცდებით მაქსიმალურად ამ ხალხმოსილ ყველაზე დასაფასებელ ადამიანებს მოვიფეროთ ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში. საქველმოქმედო აქცია ჩაატარა თბილისის საქალაქო სასამართლო მამია ფხაკაძის თავმჯდომარის ინიციატივით. ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ თბილისელი დედები იყვნენ მოპატიჟებულები ამ აქციასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მე მოვიწვიე ჩვენი რუსთაველი დედები, რომლებსაც ჩემი მცირე წვლილით, ჩემი ფონდის სახელით მიულოცე დედის დღე. მადლობას მოვახსენებ დღევანდელი დღისთვის. დღეს პირველი დღე იყო, რომ ეს შეწოხდნენ და გვაფასეს და დიდი მადლობა.